სალამს გისურვებთ მეგობრებო, დღეს ვიღებთ ღამის მონადირეების შემდეგ სერიას, მეოთხე სერიას. არ დაგავიწყდეთ მათი გამოწერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რესურსებენ და ძალიან ბევრს ცდილობენ. ამავდროულად ძალიან გთხოვთ, რომ მეც გამომიწეროთ და ლაიქოთ ჩემი ვიდეოები, თუ ჩემი ვიდეოებს უყურებთ და მით უმეტეს თუ მოგწონთ, აუცილებლად გამომიწერეთ რა. ეხლა ბევრს აღარ ვილაპარაკებ, დავიწყოთ ეგრევე. შემდეგი სერიის დარეაქტება. ასურა. ეს ის მსუქანი ბიჭი იქნება, უეჭველი. ღამის მონადირეებში რო არის. რატო გაჭვით ბავშვო? დაბადების დღეს კილოცა. ეს საყვარელი კაცი. ეს ტრივა ბავშვი ვინ არის? რაი, ყარ გვაქვს ყურადღებას? პიტერას თო ბავშვში. თავი დავანებე ყაკო, დღეს მაინც გთხოვთ. როდეს უნდა გაანებო მაშოს თავი? და შენ რა კიდე მაშოს შეყარებული ხო არ ხარ? შენ მიწყვიტავ ბიჭო რამეს? მე კი არა მაშონ თქვა ეგრე. მერე რა იყო ბიჭო გოგო სიტყვებს იმეორე? გოგო რა მაგრა დასრულებენ? კაროჩე თავი გაანებე. არა. რა ბიჭო? არა. შემაიმუნო ბავშვში. ამა თუ ყურერთ. თავი გაანებე. კაკო, თაგოა, ადი ერთი. ეს მაშო არის რა. გაგინა მაშოს რაღაც ერთში. ოპა. შენ გენაცვალე. კაია, ღირსია, გაძუყნე. ეგრე უნდა მაგას. თან ტიტანიუით კაცი ხარ, ყველას მოერევი ძმაო. აუ მაშო, აქ უნდა და ის დერენა. მაშო შოქში არის, კაროჩე. არა ბავშვებო, არანაირი ძალადობა რა. ბულინგი წაიშალეთ თავებიდან, არ შეიძლება ესე, უნდა იმეგობროთ, უნდა იძმაკაცოთ. სიტყვით უნდა მოგვარდეთ ყოველთვის რა. მეცადეთ მაქსიმალურად. ნაგავში ჩააგდო. ეწყინა. საწყალი კაცი. მიშო რატომ გაიმეტე შენი კლასელი ასე? ისე, ბავშვები რამაგრად დასრულებდნენ რა. სვეჩი ხარ აპატარები არიან და ძალიან მაგრად შეასრულეს ეს როლი რა. საღოთ სვეჩი. ძალიან მაგარი. იცი რომ სამად ყოფაში წაიყვანეს? ექსი აი ბავშვი. დამპალი ბავშვი იყო. გზაშია. კაკოს მშობლებმა შენი სკოლიდან გარიცხვა მოითხოვეს. არაფერს იტყვი? კაკოს მშობლებს უთხარი რომ გააჯვან. აი აქედან დაიბადა ამ ბუთურა კაცი სისასტიკე. ოპა. ეს გადავახვიოთ ხალხო. თე. всё. ეს ჩვენი მთავარი პერსონაჟი. დიდი ალბათობით ეგ არის. ეს მაგარი კაცია ძალიან. ეს და თავისი ძმა
მაღალი როა. აქ გამოიცვალა. შიგნით ვიხდები. აბა, ვის ეჯახები? ტიტანი კაცი. სიდიდის თუ შეგეშინდება. ცოტა ზანტია. თავარია შენ. რა მაგრა საყვარელი კაცია. იმენა სუმოისტი კაცი. თუ გადაგითებია, კაროჩე გაგჭყლიდავს იმენა. იმენა აი დაგამიწებს. ეს გოგო იქნება მაქსიმუმ 50 კილო. და ეჯგირება, კაროჩე 150 კილოიან კაცს. პირი ერთი დაეჯახე. ოპა. სერიოზული ბათქები. შინაგანად იცი როგორი ბუნჩულა. ვაფშე რეაგირება რო არა. ლაგდარტმას პატარა გოგოს კი აიტანდა. აჰა, სამწარებს, ანუ ხოძე მოყავს რა. და თვალებში ნუ უყურებ, ხელებს დააგური. ოპა. ეხლა ზუგზე რო დახტეს, კაკრას გაჭრიტავს იმენ. ოპა. ხედავ შენ. რა საყვარელი კაცია. კაცი ბუთურა იმენა. ეხლა შემოარტყას ერთი გემრიელი. ეხლა მოგისვრის მოიცა? აი სად დაგიხა კაროჩე. თქვენ რასაც ეძებთ ერთი კონკრეტული არსება არა. აი ბუდიზმში ასურები ზებუნებრივ კოსმიურ ძალად წარმოუდგენიათ. ინდუიზმში დემონურ ღვთაებებად, აი ზოროასტრიზმში კი ანგელოზებად. თქვენ რომელი გაინტერესებთ? მე ვისაც ვეძებ. მათზე უარესი მხოლოდ ეშმაკია. ძალიან ადრამატულებენ ამ იმას რა. ღამის მონადირეებს და არ უხდება რა, აი ზედმეტია. კარგი, შეგიძლიათ მეტი რამე არ წამოგითხოთ. მოკლედ მომეკევით თუ რამე. გორის სახიები. ბევრი არც მე ვიცი. ხალხი მათ ახასიათებს როგორც დიდ განრისხებულ არსებებს, სულ რომ მომისწყურიათ. ირაკლი შენ ხარ ბიჭო? ვინ კითხულობს? გავიგებ ამის მონადირეებზე სიუჟეტს აკეთებს. არა, მე კურდღლების გამრავლებაზე ვაკეთებ. საიდან მოიტანეთ? ჩემი კონტაქტები მყავს. ისიც გავიგე რომ მათ სამალავს ეძებ. და მე რა? მთელი ქალაქი მაგათ სამალავს ეძებს. მაგრამ ისე არა როგორ ჩემი. ვინ ბრძანდებით მეგობარო? საინტერესო კაცი ჩემ. უშიშარ. ერთი კადრის გამო ყველაფერს რომ გეკადრებს. პირად დაკვეთებს არ ვიღებ.
რანაირი $100-იანია ეს? ნამეტანი გაფერადებულია. რით შემიძლია დაგეხმაროთ? გაიყიდა ეგრე. ისინი ყველგან არიან. ოპა. ოპა. პიციხით. გეუნები ღამის ბეტმენები არიან, ესენი შოულები. შემოვიდა. ახლოს რო არ მისულიყო და ისე ესროლა. იმენა ტიტანი კაცი არის, კაროჩე. საყვარელი კაცი. სუეჩი გოლიათია. Usem. შენი ხმა არასდროს გამიგია. მონდი ხარ თუ უბრალოდ არ ლაპარაკობ. Ciao. Haide, mi ha garnita. კაცი ბუთურა იმენა. ჩემი ფავორიტი არის ეს ბუთურა კაცი. ღამის მონადირეებში. მეგონი განათება ცუდად მიყავს თუ პირიქით კარგად. გაიყოს როგორც. Ja, მისთაც მაგარი საყვარელი გოგო. გინდა რამე? არა. არც ჩაი? არა მეთქი. ყავა? თეკლა რა გინდა? თეკლა ჩააზლი ერთი ამას რა დროში. ეს დღეები საერთოდ არ მელაპარაკები. ადრე ფილმებს მაინც უყურებდით, როგორც მამასთან. თელიღამე გასული ხარ. სახლში დილით ბრუნდები და ოთახში იკეტები. ნერვიულობლენა. რავი, ხანდახან მეც მინდა ძილი. და ღამე სად დაბოდია? არ დავბოდიალობ, მუშაობ ბარში. და ბარს რა ქვია? ბარს ქვია თეკლა უკვე დაიწხრავს. რა გაწუხებს? მომისმინე თეკლა. არაფერი არ მაწუხებს. უბრალოდ მარტო ყოფნა და დასვენება მინდა. მორჩა. რა დღეში არის? ამ გააგიჯა კაროჩე. ჩემს ნერვიულობს რა გინდა? ასე ჩხუბი. ისე, შენ გამოარწავედი დედასთან. თუ რამე დაგჭირდეს, იცი სადაც ვარ. რაი. საკალელი გოგო ეს. რასეჩის რა უნდა ეხლა? თავ მამაზე ზრუნავს რა.
ტაჯიკი. პირველი მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ და არც არასოდეს შეხვედრილ ვართ. ვა, აგენტი ვიჩით. მეორე მაგ სიუჟეტს ტელევიზიით არ გაუშვებ. როგორ? მაგით საფრთხის ქვეშ აყენებ გამოძიებას. კი, მაგრამ პროდიუსერს დავპირდი რომ ერთი თვეა ტელევიზიიდან გამოგაგდეს. და ამ სიუჟეტით დამაბრუნებ. მაგ სიუჟეტს ტელევიზიით არ გაუშვებ. და რითი ვიცხოვრო? სტაბილურ სამსახურს ეძებ ბიჭო. თავაზობ? მოდი ჯერ ის გააკეთე, რაც გითხარი. აი დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. კარგი. რა გეგმა გვაქვს? როგორ უნდა მივიდეთ მონადირეებსა? მონადირეები თვითონ მოვლენჩვეთ. როგორი პოეტური ხართ შეფ? თუ მუჰამედი ვერ თამივა მუჰამედთან. ზუსტად. მოკლედ, იმ ფულიდან რაც მოგეცი. ცოტა ტელევიზიის მსახიობებს გადაუხადე. ხელი მოკიდე და აი ამის სამარძე მიიყვანე. ჩემი მეგობრის მაღაზია. სუმიცა $100 კაროჩე. გაფრთხილებული მყავს რომ ამ საღამოში ამ პროექტს. ვინ ჯადავს უნდა მიუყვანოს? ჩემო მსახიობებმა უნდა გქონდა. პოლიციაში არ დარეკავს. შემდეგ ველოდებით ვიდრე მონადირეები არ გამოჩნდებიან. შვიდად ვარ. მათი გამოჩენისთანავე პროჟექტორები აინთება. მე და ჩემი რამოდენიმე თანამშრომელი იარაღებს მიუშვებთ. გავანეიტრალებთ და ნიღბებს მოხსნით. და მე რა უნდა გავაკეთო მაგ დროს? თქვენ ამ ყველაფერს იღებთ. ლოგიკურია. რა იმახსოვრე? ერთადერთი რაც მჭირდება ამ ოპერაციიდან მათი სახეების დაფიქსირება. ლოგიკურია. ძადი. გადაიღე? აბა ტელევიზიაში არ გაუშვებთო. მისმინე ლევან. შენ ერთი გასროლით 3 კურდღელი დაგიჭერია? რამდენჯერაც ექვთი სამსახურიდან გამოგაგდეს, ხო? ეს ხანაირი კურდღელია ლევან. ეს ბაქს ბანია. აი ნახავ. BBC-ზე გაუშვებენ ჩვენ სიუჟეტს. წამოლუდი დავლიოთ. გამარჯობა. ზმურად ერთი დამისხი რა. მთელი დღე ამუშაო იმდენი ხალხი და მის ზოგს რაცვია, ზოგს რაუსვია, კაცი ქალი ვერ გაიგებ. ძალიან დავიღალე. ჯერ ადრე ხომ არ არის დასალევად? შემოხედება? არა, თუ პრობლემაა, სხვა ბარში წავალ. არა, მოდი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია. ეს ვარ შეაგზავნეს რაღაც. კარგინა, ჩემზე იყოს. მიდმაში ერთი ძმურად რა. შენი სახელი? ნიკო. ნიკო. ნიკო, ჩემ ბისქვია მიყვარს ეს სახელი. შენ ბავშვი ყავს? ჯერ არა. კი, მაგრამ ზია, რამდენი წლისა ხარ? თქვენი აზრით? ეხა არ მიწყინა. პატარა მისკი გავხარ, მაგრამ დროა შულზე იფიქრო მგონი. ჯერ გართობა არ დავიმთავრებ. ერთი ძმურად რა. არ არის პრობლემა. ბესტი ხარ? დასავლეთიდან. ზუსტად?
აფხაზები. ძალიან ბევრი ინფორმაციას გასცემ შენ. სოლისონები ვისახსო და ბათუმი ქობულეთი. აუ ისეთ კითხავს უსვას უეჭველი ის არის რა ვიღაც შეგზავნილია კაროჩე. ჩემი აზრით. აუ იმას უყურებ. წავედი ხა. არ და კამერას ნაშევხედო. მივიტანო სახში. თორე ეგ უბედურებში მშვიდი დაიხოცებია. კარგი განსახაში. გაისა სოხუმში. აბარა. უეჭველი თან უეჭველი შეგზავნილი. გითხარით, კაროჩე. მოზგი ვარ, მოზგი. კიდე იმას უყურებ, შეხედე კამერას. ფიბო შენ ბიჭი. ეს ნუ ჩავკეცო ვაფშე მოიცა. ისე გაიგიჭია. რამე ხო არა კადაბი. ხაედევნება ეს უეჭველი. Is that So გავიდნენ კვალზე კაროჩე. ეხლა დებილობას აკეთებს თო აი. იმის მაგივრად დარეკოს და ეკიპაჟით დაადგეს მარტო ჩადის. ხო სისულელე არის ეგეთი რაღაც. მოარტყავით, ხო? დაჭერდი, ნიკო. ნიკო. შენ გიჩემნია გადატენა ძმაკაც. მითხარე ვინ არიან დანარჩენები და თავს დაგანებებ. შენზვასაც დავანებებ თავს. ესმის? შენ დაგითრევენ ახლა ვატყობ. ხო, რა დებილობა გააკეთა ახლა. დაერეკა ეკიპაჟისთვის და ყვანილი იყო ყველა ჩათვალეთ რა. მარტო გაურის კაი მენა ჯიგარმა. ბიჭო როგორ ვერ შეამჩნიე თვალები ტრაქში გაქვს. ზედმეტად ბევრი იცის. ფიქრე ხომარ. ჰელა. ჩვენ არ ვყავთ. და სხვა გამოსავალს ხედავთ, იდიოტები. ყელში ამოხვედით. და შენ საერთოდ ბოლო დროს რა გჭირს გასწო? შვიდარ. რა იყო? ძმური ინსტინქტები არ გასვენებს? ფრთხილად პოპკს. დანები ახალი გალესილი მაქვს. შეიძლება რა ცესკი ტიპია? ამ საქმეს მაინც ბოლომდე მივიღო.
სიცოცხლის ფასადას რომ დამისდეს. აჰა, თვითონ ითხოვ. არა. მოვიდა, ბოსი მოვიდა. ამათი გენერალური დირექტორი მოვიდა. კაცი მწყნელა. რა შვები? მოდით აქ. მინდა რომ დაინახოს თქვენი სახეები. რა ჩალიჯობს მოგწონს თქვენი შემართება, ბატონო იოსებ. მე ამბოხე კაცი ხართ. აქამდე უსამართლობას ებრძოდით. მერე რა დაგემართათ? ჯერ ავღანეთში იომეთ, მერე აფხაზეთში. შემდეგ ჩვენი ქალაქის ქუჩებში კრიმინალს დაძდევდით. ეხლა კი ეგინი ღაბი მოიხსენი. და ისე მელაპარაკე. მარტო იმას ანახებს იმ ბუტკუნას, ვინც არ ლაპარაკობს. აუ, მაგრად მაინტერესებს ამის სახე რა გავაკეთოთ. სამწუხარო. მე გეტყვით ჩვენს სახელებს და გვარებს. აჩი ჩემი სწორი დაიმახსოვრეთ. ვიღაცა ისეთი ტიპია, ვინც უკვე ნანახი ყავს სერიალში. აი, ყოველთვის ეგეთი მომენტები არის ხოლმე ეს დროს. და მე რომ ნახავთ იმ ტიპს, ვინც უკვე ნანახი გვაქვს რა, გაგვიკვირდება რა. და იმასაც გეტყვით თუ სად ვიქნებით ამ ღამეს. არა, ვინ არის ღმერთმა იცი. ამით თქვენი საქმე სრულდება. რა კარგი იქნებოდა ესწავლებინა ვინმეს. არასოდეს მიჯაჭვოდით საგნებს. ფული. სახლში დაბრუნდით. შვილიშვილს მოეფერეთ. ჩვენ კი ჩვენს საერთო მეგობართან მოვრიგდებით. ხო. სულ დამავიწყდა. თუ კი ვინმე ჩემს მონადირეებს ჩაბნელებულ ქუჩაში ჩუმად გაყვება. თუ კი მანქანა სწორედ მაშინ მოუმატებს სიჩქარეს, როდესაც ჩვენ გზაზე გადავალთ, ვინმემ შემთხვევითაც რომ დააკაკუნოს ჩვენს კარზე. ო. რას ვამბობდი? ვამბობდი. შვილიშვილს მოეფერეთ მეთქი. ოპა, სერიოზული მუქარა სტუდიაში, კაროჩე. მაგარი ტიპია ეს მონადირეების გლავნი. ეს კალატოზები არიან თუ მეჩვენება? გაიცინე. უეჭველი კალატოზები არის. უფრო ხმამაღლა და ბუნებრივად. ეგრად მევასებია რა გავაკეთე. კლოუნებს გავხართ. რეჟისორმა რაც გითხრა იმას ვაკეთე. გამომივიდა ბიჭი ფელინი. უნდა თვითონ არ გაურკვევიათ ჩვენგან. აუ მე რა ვიცი. შეფესი არაფერი არ გამოვა რა. წინასწარ რა იციან სად რა ხდება. ვიცი. რაღაც მასშტაბური გჭირდება. ისე თეოლა რატო არა? ვინ ვარო? ფეოლაო.
ეს მაგარი შენძრეული კაცია, კაროჩე. აბა როგორ ახლა? შემსრულებელი რო იყავი, ვიცოდი. მაგარი საქმე გაიგეთებია, ძმა. აი. აქ არის მაგათი გვარები, სახელები. ადგილმდებარეობა. აჰა. მანდ იქნებიან. ძალიან კარგი. არა მომზადებულები იქნებიან. ისე მისვლას არც მე არ ვაპირებ, რა. მოიცა. ისე იმაზე მეტია ვიდრე შევთანხმდით, რო იცოდე. ხარ დაბრიდო ნესტო. ხო, სოსო. ამ საქმეში მარტო იყავი, ხო? კი. არავინ არ გეხმარებოდა? არა. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ხო გითხარი, ესრის თქო. ანაირა დააცილა ეხა, იმან თავიდან არ დაუწყეს შოლადო. დაწალი კაც. ისე ეთქვა, მეხმარებოდაო, მაგრამ არ უთხარიო ვის დაკვეთითო რა. შენ აბიჭო არ. მოსმეები ამჭირდება. აი, რა შენძრეული კაცია ეს ჩემ. არ ეთყოდა რეალურად იგსტო, შანსი არაა, ჩემი აზრით. პონტიალ არის რო ეთქვა. ხო, აი სად გავუშვა ნახე. დრაგონიათ რო აქ იქნებიან ეხა? მართლა აქ არიან ბიჭო. მიზანში მყავს. თქვენ ოღონ მითხარით. მოიცა. აქ რაღაც ხდება. მიხოდრილი კაცი ბრძანდებით, ბატონო შალვა. მაგრამ ბინძური მეთოდებით თამაში. შენ ეს თამაში გონია, რაც გააკეთე, ა? უსამართლოდ არაფერი გამიკეთებია. ეს კენ კარგად გისმით. მაგრამ აღიარება არ გინდა. მითხარით და ეხლავე მოვაკეტნე. ერთგული მეომრები ყოლიათ. მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს ფარსია. ესენი არა იდეას, არამედ თქვენ ჯულს მისდევენ. მითხარით რა მოხდება თუ კი მათ ვეღარ გადაუხდით. თუ კი მათი ოჯახები მშივრები დარჩებიან. ყელში ამოვიდა რა, მიდით. მოიცა, ზდეკ. ზდეკ. რაძეს კი დეტონატორები აქვთ. გაუჩალი ჩეზიმენო. თუ რომელიმე თქვენგანი იარაღიდან გაისვრის ბუმ. თუ რომელიმე თქვენგანი ამ წრიდან გავა. თავაზობთ სამართლი ამ ბრძოლას. შენი ბიჭები ჩემს წინააღმდეგ. იარაღების გარეშე. ეთყუება. არაფერიც არ აფეთქდება. გამოვცადოთ? არა. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან.
დასაკარგი მაინც არაფერი აქვს, ამ უბედურებს ამან. გააწყვეტი არ არის. აი ხა გაძუყნის მარტო გაძუყნის ყველას კაროჩი. იმენა ბეტმენია გეფიცებით რა კაროჩი. ქართველი ბეტმენი. ოპა. ეს ამ მომენტში გალესა. შეგიძლიათ წახვიდეთ, ბატონო საო. ყველაფერს და მიუხედავად შენ ჰუმანური ხალხი ხარ. დღევანდელ შემთხვევას გპატიობთ, მაგრამ იცოდეთ, სულ დაბრუნდებით. ამენ დააჩმორეს კაროჩი. ვა, საღოს მონადირეებო. აგერ გიჟები არიან კაროჩი. საღო. აი მეგობრებო, გასწორ ამ სერიამ ძალიან კარგი იყო, მგონი, ბევრი კაი მომენტი ვნახეთ. აი მედია მოგეწონათ, თქვენც და თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწვიეთ არხი. არ დაგაუწყდეთ რომ გადავხვიდეთ გამის მონადირეების არხზე, იმიტომ რომ აი დამიჯერეთ აი თითო სერიის შექმნას იმდენი დრო და იმდენი ენერგია ჭირდება, რომ აი ვერც კი წარმოიდგინეთ, ძალიან რთული საქმეა და აუცილებლად დაუფასოთ რა ყველა ვარიანტში. კარგით მეგობრებო, აბა დაგემშვიდობებით, შემდეგ ეპიზოდამდე. აბა კარგით.